ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაბრიელ ბეგი მამალაძის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ბეგის ნახატების გამოფენა მოაწყვეს და მსმენელისთვის მისი ნაწარმოებები წაიკითხეს. ბეგის საზოგადოებამ ინტერნეტ სივრციდან გაიცნო და მისი გარდაცვალების შემდეგ წიგნის სახელწოდებით კიბეცამდე გამოიცა. ბეგი მამალაძე 18 წლის ასაკში მოკლეს. მისი შემოქმედება სოციალური ქსელით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩვენ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოგვეყარა თავი მისი ყველა იმ ნაწარმოებისთვის, ნახატისთვის, იმ ვიდეოებისთვის, რითაც ასე გაჯერებული არის სოციალური ქსელი, უკვე მილიონებსაც და მისი ნახვა. უკვე მეორე წელია, რაც ბეგი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი შემოქმედება და მისი ხელოვნება ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენთან დარჩება. ვცდილობთ როგორმე წარმოვაჩინოთ მისი ხელოვნება და გავასწროთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. პროექტში, რომელშიც ჩართული იყო ეხებოდა ახალგაზრდების ცნობიერების აქტიურ მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თვითონვე ორგანიზებდა გარკვეულ ღონისძიებებს და ჩვენთვისაც დაგვამახსოვრდა და არის ბიჭი, რომელსაც ბევრი ინიციატივა ჰქონდა და ძალიან აქტიური იყო.